სახელის და გვარის იქეთ მე ვერ გავდივარ და გონია რომ ადამიანები როდესაც იბადებიან და მათ სახელი და გვარი ეძლევა ეს არის მათი ერთ-ერთი იპოსტასი. ანუ ისედაც ხო ვერბალური არსებები ვართ, ხო და სახელი და გვარი არის სწორედ ის ვერბალური ჩარჩოები, რომელშიც შენ ყალიბდები და სახელი და გვარი გაძლევს იმ მუსიკას, იმ რაღაცა ჟღერადობას, ხანდახან არის ეტიმოლოგიასაც. შეიძლება ჩემო სახელისა და გვარის ეტიმოლოგიამ რაღაცა დონეზე ჩემი პიროვნებაც კი განსაზღვრა, იმიტომ რომ რაღაც ელვარებასთან და ცეცხლთან არის დაკავშირებული ჩემი სახელი და გვარი და არ ვიცი, ალბათ ეს არის. სხვათა შორის ხანდახან ესე დავფიქრებულ ვარ ხოლმე მაგაზე, აი მაგალითად სხვა სახელი რომ რქმეოდა, როგორი შეიძლებოდა რომ ყოფილიყავი და რაღაცა ცუდად ვიგრძენი იმ სხვა სახელში და გვარში თავი. მოკლედ აქ ვარ რა კომფორტულად, მიუხედავად იმისა რომ მკითხო, ჩემი სახელი არ მომწონს. დაბადება ისეთი რამეა, აი ღმერთის რო არ გწამდეს იწამებ. რაღაცა ცოცხალი არსება რო ჩნდება, რა ვიცი, როგორ არ უნდა იწამო, რომ რაღაცა არსებობს. ძალა, რომელიც ამ ყველაფრის უკან იმალება და რომლის უკანაც რაღაცა ეს გამოვლინდება. და დაბადებაც არის და დაბადებაც გაჩნია რა, დაბადება, რა ვიცი, აზრის დაბადებაც ეგ არის. იდეის დაბადებაც ნიშნავს, რომ რაღაცა ღვთისნების გამტარი ხარ, ხო? ემპირიული დადასტურება იმისა, რომ ღმერთს სამყარო უყვარს, ლაიბნიცი გამახსენდა. ჩვენ გვაქვს ის სამყარო, რომელიც საუკეთესოა ყველა შესაძლო სამყაროთა შორის, ხო? და მე მგონია, რომ ის რომ ამ სამყაროში თვითონ ის ფაქტი, რომ სიყვარული არსებობს და ნამდვილად არსებობს. ეს არის ამის ემპირიული გამოვლინება, რომ ღმერთს უყვარს, იმიტომ რომ სამყარო ვერასდროს ვერ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე შემოქმედია. და ამ სამყაროში სიყვარულის არსებობა არის ამის ინდიკატორი, რომ ღმერთს უნდა უყვარდეს ადამიანი. ყველა ნიშანი არსებობს, მაგრამ იცი რა ნიშნები არის? აი როდესაც ღმერთი გიტოვებს არჩევას, რომ შენ შეგეძლია იწამო, ან არ იწამო, მე მგონია რომ ეს სიყვარულის ფორმაა. იმიტომ რომ ღმერთი არ უნდა ძალადოდეს ადამიანზე. ძალადობენ კერპები და კერპთაყვანისმცემლები. და ნამდვილი სიყვარული და ღმერთი ყოველთვის არის გაშვება, თავისუფლების მინიჭება და ამაში არის შვება. აი ასეთ თავისუფლებაში შვებაც არის. არ არის აუცილებელი, რომ ცხოვრების საზრისი იყოს ერთი და იგივე, ერთი რაღაცა, ისკენაც მიდიხარ, მუდმივად ცვალებადია და პირიქით, საზრისები შეიძლება იყოს სხვადასხვა, ბევრი, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა, რომელიღაცა იყოს პრიორიტეტული, რომელიღაცა არაპრიორიტეტული, მაგრამ თვითონ ეს ცნება საზრისი მაინც ერთს გულისხმობს, ხო? ხო, ახლა გავიჭედე. ესე იგი, უფრო მეწავედი მიზნებზე ვლაპარაკობ. შეიძლება მიზნები სხვადასხვა იყოს, მაგრამ საზრისი კი შეიძლება, რატომაც არა, შეიძლება რომ იყოს ერთი. და თუ ამ ერთს ჩავაფრინდებით, მაინც და მაინც საზრისი არის ის, რომ ადამიანმა თავის თავი მუდმივად უნდა განავითაროს. არასოდეს არ უნდა იყო ის, რაც იყავი გუშინ. და ხვალაც ის არ უნდა იყოს, რაც დღეს ხარ. მგონია, რომ სიცოცხლე და ცხოვრება იმიტომ გვეძლევა, რომ რაღაცა ვცვალოთ, უნდა შევცვალოთ საკუთარ თავშიც და უნდა შევცვალოთ ამ სამყაროშიც. მე მგონია, რომ ერთადერთი რაც შენს ხელშია, ეს არის მომავალია, იმიტომ რომ ნახე როგორ მომავალი ვერ იქნება კონტექსტიდან ამოხტო. ანუ რაღაცა მოცემულობაა, წარსული, რაღაცა აწყოშია აკუმულირებული ეს წარსული და შენ გინდა რომ მომავალი ან წარსულის ჩაჭრა იყოს, ან წარსულის გაგრძელება, ხო? ამიტომ აბსოლუტურად შენი გადასაწყვეტია რა იქნება მომავალი. აი მაგალითად ჩემი ბედი რო ვიცოდე და მომავალი, ხო? იმის შეცვლაზეც ვიჩალიჩებდი აუცილებლად.
არსებობს რაღაცა ტიპის კითხვები რა, რომელსაც ყველა ადამიანი უსვამს თავის თავს, ხო? რომ აი ვინ ხარ, რა ხარ, რა დარჩება შენგან როგორც და ბოლოს, როცა აღარ იქნები, ხო? ყველა ადამიანი პასუხობს არა მხოლოდ საკუთარი მოქმედებით და ცხოვრებით ამას, არამედ იმ მიზნებით, რაც გინდა რომ იყო, ხო? ანუ მარტო ის კი არა ხარ, რაც ხარ, რაღაცა დონეზე ისიც ხარ, ხო, რაც გინდა რომ იყო და ეს საერთოდ ცვლის ადამიანის მოქმედებას და ღირებულებით ვექტორს აყირავებს ხოლმე ძალიან ხშირად და ასეთი ცალსახა პასუხი მაგ შეკითხვაზე რომ ვინ ახარ არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი იცვლება, ადამიანი არასდროს არ არის ერთი და იგივე მოცემულობა და შეიძლება შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ვინმე იყო. ან კიდე ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა განზომილებაში და სხვადასხვა ჭრილში, სხვადასხვა ადამიანებთან მიმართებაში, სხვადასხვა სიბრტყეზე, სხვადასხვა ვინმე იყო. სულ მეშინია რისი იცით, როცა ადამიანები ამბობენ, რომ კაი მე როგორიც მაშინ ვიყავი 20 წლის უკან მე იგივე ვარ, არ შევცვლილა, ეს ძალიან მზარავს ხოლმე რა, რაღაცა აი უსასრულობის შიშის იმას და სიცარიელის შიშს მიქმნის, იმიტომ რომ წარმოიდგინე, რომ აი 20 წლის უკან რაც იყავ, ესე იგი 20 წელი არაფერი არ გიკეთებია, ხო? არ შეგიცვლია საკუთარ თავი, არ განვითარებულ ხარ, ხო? და თან როცა ამას ამბობ, ესე იგი თან ისეთ იმპერატიულ ჟანრში, ესე იგი მოგწონს ეს, ხო? ანუ არ ეწინააღმდეგები ამ შენ სტაგნაციას და უძრაობას. ამისთვის მეწოდება და მენანება ადამიანები. ხო, რა უნდა ვაკეთოთ ადამიანებმა, ხო? ეგ კითხვა ლენის რო გაუჩნდა, რევოლუცია მოახდინა. რა ვაკეთოთ? ხო, ისეთი ძალიან საინტერესო შეკითხვა რა ვაკეთოთ, ხო? აი, ეს კითხვა ჩდება, რა ვიცი, რა ვაკეთო გლობალურად ცხოვრებაში, რა ვიცი, რა ვაკეთო, შეიძლება გაგიჩნდეს, აი, სადილად რა გავაკეთო. აი, ეს კითხვაც არის, რაღაცა ყველაზე ისეთი პრაგმატულ პრიმიტიული კონცეფცია და შეიძლება მართლა საზრისის პრობლემამდე მივიდეს, ხო? და ადამიანებმა რა უნდა აკეთონ? თავად უნდა გააკეთონ ეს დასკვნა. აი მაგალითად რომაელებმა ამ კითხვას უპასუხეს. იცით რა, გართობა გინდა და კოლიზეუმი უნდა ავაშენოთ. ვიღაცას დაჭირდა ლოცვა მოუნდა და მოდი რა, ტაძარი უნდა ავაშენო. ვიღაცას უკვდავება მოუნდა და რაღაცა ლექსები უნდა დავწერო. ვიღაცას უნდა რომ სოციუმი და საზოგადოება შეცვალოს და რა ვიცი, მასწავლებლობა დაიწყო. და ყველა თავის საქმე უნდა გააკეთოს. განათლების მიზანი არის ის, რომ ადამიანმა უნდა შეცვალოს საკუთარი თავი და სამყარო. თუ ამას განათლება ვერ აღწევს, მაშინ უკვე საშიში ხდება, იმიტომ რომ ხდება უბრალოდ ინფორმირებული, მაგრამ არა განათლებული. თუ კი ცოდნამ არ გაგხადა უკეთესი, ანუ თუ კი ცოდნის საბუცველი მორალი თუ არ გახდა და პირიქით ეს ცოდნის ტრანსფორმაცია მორალურ კატეგორიებში თუ არ გადაითარგმნა, მგონია რომ ცოდნას აზრი არ აქვს და ამ ნაწილში პლატოს ვეთანხმები, იმიტომ რომ პლატოთან განათლების მიზანი ეს არის სიკეთის იდეის მიღწევა და ამ შემთხვევაში პლატონი მგონია რომ ძალიან მართალია. ჩემთვის ფილოსოფია არის ცხოვრების წესი. მე ვთვლი რომ ფილოსოფია არის ყველაზე პრაქტიკული სფერო, ყველაზე პრაქტიკული საგანი და სულ მიკვირს, რომ აი გონიათ, რომ ფილოსოფია სათხაცაში არის გამოკიდული და ყველა ადამიანი ვერ შეწდება მას და ვერ მიწდება. პირიქით გონია, რომ ის ეგზისტენციალური კითხვები, რომელიც ფილოსოფიაში ჩდება, ყველა ადამიანისთვის ძალიან შინაურია. და ფაქტობრივად ადამიანები აი ამ ეგზისტენციალური ინტელექტით იბადებიან და ყველა ადამიანი ფილოსოფოსია თავის თავში. კაცობრიობის განვითარების ისტორიასაც რო დავაკვირდეთ, რაღაცა ერთი აზრია, ხო, დომინანტური და შეიძლება საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობდეს ადამიანები და ერთნაირად აზროვნებდეს, ხო? და მგონია, რომ ეს ყველას მისდის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ამათი გაცნობიერება შეუძლია. და ისინი არიან ტიპები რა, ვინც ამას აცნობიერებს.